რამდენად აქტიურობთ თქვენ რომ ახერხებთ ანალიზის გაკეთებას ფაქტია რომ შეგიძლიათ მაგრამ რამდენად თქვათ ეხმარებით საზოგადოებას რამდენად აქტიურები ხართ ამ მიმართულებით რამდენად ცდილობთ რომ თქვენს განუმარტოთ და თქვენს თქვენი წვლილი მიიღოთ არჩევნებში მე მაქვს ეს შეკითხვა არ დამისვამს არასდროს 2012 წელს როდესაც არჩევნები ჩატარდა 1 წლით ადრე 11-ში როდესაც მოვედი და პოლიტიკაში და განცხადებები გავაკეთე არასდროს არ მომიკითხავს განსაკუთრებით ბიზნესი და არასდროს არ დამისვამს გავსი შეკითხვა რას აკეთებს ბიზნესი რამე თუ გარკვეულ მიზეზებს მე ვთქვათ გაგებით ვეკიდებოდი და არასდროს კითხვა არ დამისვამს მაგრამ აი დღეს მინდა ეს კითხვა დავსვა და თვითონმა ჩაიხედეთ თქვენ თავში ვინც აქ ახართ და ვინც აქ არ ახართ და მოისმენს ჩვენსას რამდენად აქტიურები ხართ თქვენ დღეს რამდენად ცდილობთ რომ განუმარტოთ თუ გინდ თანამშრომლებს და თუ გინდ უფრო ფართო საზოგადოებასაც ის გარდაქმნები რაც მოხდა და რაც შეიცვალა ჩვენს ქვეყანაში ან თქვენ თვლით სხვანაირად რომ არაფერიც არ მომხდარა და დღეს გამოსვლებით ალბათ ამას აჩვენებთ და არაფერიც გასამარტი არ არის და არავითარი ზედმეტი აქტიურობაც არ სჭირდება მე შეგახსენებთ რომ საფრანგეთში ბურჟუაზიული რევოლუცია ვაჭრებმა მოახდინეს ბიზნესმა მოახდინა ბურჟუაზიული რევოლუცია სწორედ მათ ვისაც ქონება ჰქონდათ და თავისუფლება მეტად ცხოვრობდათ და პატიმოყვარეობაც მეტად გაიღვიძა მათში ისინი იყვნენ ყველაზე აქტიურნი ასრულებთ თქვენ დღეს ამ როლს აი ეხლა როდესაც არავინ აღარ გთხოვთ და მეც ღმერთმა დამიფაროს მე შეკითხვის სახით ვსვამ ამას ხოლოდ ღმერთმა დამიფაროს რომ რამე პრეტენზია გამაჩნდეს ნებისმიერ თქვენთაგანისადმი ან მათდამი ვინც აქ არესება ბიზნესის წარმომადგენლები ყავს ხელობაში არა მე რა უფლება მაქვს მაგრამ როგორც მოქალაქე მე კითხვის დასმის უფლება მაქვს და გისვამთ ამ კითხვას აქ ყოფნასაც და სხვებსაც ვინც ჩვენ მოგვისმენენ საკმარისად აქტიურობთ საკმარისია თქვენი როლი და თქვენი წვლილი თუ თქვათ არაფრის მქონე მოსახლეობა რომელიც ძალიან ბევრი გაჭირვებულია დღეს საქართველოში და მე ვცდილობ თითებით აუხსნა ძალიან ბევრს და ჩემი ვოიაჟების ძირითადი მიზეზიც ეს გახლავდა მახსოვს კახეთში ყოფმა შესვენების დროს ჟურნალისტები ჩამეკითხნენ რომ კი მაგრამ რა გინდათ მაინც რომ დადეხართ რეგიონებში აი რა არის აი მოკლედ რომ ვთქვათ რა არის აზრის თქვენი განმარტებების და თქვენი მცდელობების რომ საზოგადოების მობილიზაცია ვთქვათ მიმართულება შეუცვალოთ და ძალიან მოკლედ დავფიქრდი თქვი რომ მოთმინებისკენ მოუწოდებ მეთქი საზოგადოებას რატომ მოუწოდებ მოთმინებისკენ იმიტომ რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი როგორიც იყო გაჭირვებული ისევ ისეთი გაჭირვებული დარჩა ამ 4 წლის განმავლობაში და ძალიან უჭირს მათ შეაფასონ თქვათ თავრობის როლი და გარდაქმნების როლი ძალიან უჭირს კაც რომელსაც არ ქონდა სამსახური და არ აქვს დღესაც და ასეთები არიან ძალიან ბევრი როგორც არ ქონდათ ნაციონალური მოძრაობის დროს სამსახური ისევ არ გააჩინათ დღესაც და შემოსავალიც მნიშვნელოვნად არ გაზრდია ან საერთოდ არ გაზრდია ძალიან ბევრს და თუ იმასაც იმითაც გავაღრმავებთ სიტუაციას რომ სოციალურად დაუცველი პირები არჩევნების პერიოდში ნაციონალური მოძრაობა 9 მილიონი გაზარდა მაგალითად რაოდენობა ხალხის ვისაც სოციალური დაცვა დაუნიშნა 2012 წელს იმის შემდგომ ინდექსებით გადახედეს და ახალმა ხელისუფლებამ ეს შეამცირა რაღაც სისტემებს იგონებენ მას ხვეწენ ცვლიან და ცდილობენ დაეხმარონ რა თქმა უნდა ბიუჯეტი გაიზარდა 3-ჯერ და 4-ჯერ გაიზარდა სოციალური დაუცველების დახმარება საერთო რაოდენობა ბიუჯეტში მაგრამ ცალკეული ადამიანები არიან ისეთები რომლებიც ღებულობდნენ თქვათ არჩევნების პროცესში მე შემდგომ ვეღარ მიიღეს და რაღაც ინდექსების გაგება არ შეუძლიათ ასეთებიც არიან რომ დაკარგეს კიდეც და მათ ობიექტური ანალიზი უჭირს პრინციპში რა მოხდა და ძალიან მარტივად აანალიზებენ აი მქონდა და აღარ მაქვს მაგრამ ასეთები ცოტანი არიან ეს არ არის ძირითადი მასა მაინც არის ისეთი რომ პირდაპირ მნიშვნელობით საკუთარი თქვათ კეთილდღეობის გაუმჯობესება ძალიან თულად ესმის 60,000 სამუშაო ადგილი შეიქმნა 600,000 უნდა შექმნილიყო რომ გადადეხა მომხდარიყო ქვეყანაში ხო ეს ზიროულ გადადეხას ვერც მოახდენდა ძალიან დიდი მასა ისევ გაჭირვებულია და ძალიან რთულია აუხსნა ის პრინციპული გარდაქმნები რაც მოხდა მათ როგორც უჭირდათ ძალიან ბევრს ისევ უჭირს მაგრამ ამაში თქვენ ყველაზე კარგად გესმის თავრობის პრობლემაა ეს თავრობის ბრალია რომ ესეა რა თქმა უნდა არა ეს არის ჩვენი თქვათ უახლოესი ისტორიის შედეგი 25-30 წელიწადი არ მაქვს ხედულობაში უფრო ადრეულიც საბჭოთა კავშირიც გავიხსენოთ როგორი კოოპერაცია იყო როგორი საწარმოები დაიშალეს ყველაფერი დაენგრა გაჩერდა ყველაფერი და ესე შემდგომ მაგრამ ახლა კვირიკაშვილი და მისი მთავრობა ამაში დავადანაშაულოთ და ვერ გავაკეთოთ სწორი ანალიზი ეს დანაშაული იქნება და ამაში ჩემი აზრით ამ მიმართებით
ამას რასაც მევაკეთებ და დავდივარ და ფიქრობ რომ ეს ჩემი ვალია რომ როგორმე საზოგადოება დავარწმუნო რომ მოხდა ძალიან მკვეთრი გარდაქმნები. ესეთი დიდი კონტრასტი 4 წლის განმავლობაში რაც ახლა მოხდა რა იყო სად ვიყავით ჩვენ 4 წლის წინ და პატრიარქის სიტყვებსაც ამით ვიშველიებ ძალიან ხშირად რომ უფსრულისპირას ვიდექით პირდაპირ მნიშვნელობით და თუ თქვენს ხვეთსაც გადავხედავ და ხაზს გაუსვამთ რაც მოხდა იმის შემდგომ 4 წლის განმავლობაში ვერც ერთი ბიზნესმენი დღეს ვერ იტყვის რომ თქვენ საკუთრებას ვინმე უთვალთვალებს და ვინმე აპირებს თქვენ ჯიბეში ჩაძრომას და არა და მოდი ვიყოთ გულწრფელნი რომ ის ისე გაგრძელებულიყო თქვათ და 2012 წელი არა ქართული ოცნების გამარჯვებით არა მათი გამარჯვებით დასრულებულიყო ხო დაახლოებით კარგად თქვენს კარგად იცით რა დღეში იყავით თუმცა იმასაც არ გამოვრიცხავ რომ ზოგიერთ ბიზნესმენს დღესაც აქვს ნოსტალგია და უკან იყურება განსაკუთრებით კარგი პირობებში ვინც იყვნენ და განსაკუთრებით სიახლოვეებსაც ვინც გძნობდნენ იმ გუნდთან მაგრამ ვის და თქვენ გაგიოლდებათ ყველაზე მეტად რომ ის მოდელი გადმოვიტანოთ დღევანდელობაში რომ მაშინ ისევ გაემარჯვა ნაციონალურ მოძრაობას და ის მართვის მოდელი გაგრძელებულიყო რა იქნებოდა დღეს სად იქნებოდი დღეს თვითონ თქვენთაგანი ყველაზე ახლო ყოფნიც კი ხოში და გუნდში წავიდა და უკვე ომი და ახლო შორებელი იქ ვისაც ძალა დარჩებოდა ხოში და ქონების გადანაწილების პროცესი გაგრძელდებოდა და ვისაც აღმოჩნდებოდა ღმერთმა იცის ხო და იმ მოდელით მართული ეკონომიკა დღეს რო ხელფასებს ვერ გასცემდა საჯარო მოხელეებსაც და პენსიებსაც ვერ დაარიგებდა ეს თქვენთვის რთული გასაგებია ბიზნესმენებისთვის რთული საანალიზოა რომ მეთოდით მართულ ეკონომიკას რანაირი შედეგი შეიძლება ქონებოდა დღეს და ჩვენ რაც გვაქვს ეკონომიკური შედეგები ამის მსგავსი ვერ მოხდებოდა ეს თქვენთვის რთული საანალიზოა ამის შესატყვისად იმიტომაც მაქვს კითხვა და გესვათ პირველად თქვენ აკეთებთ განმარტებებს მაინც საკუთარ გუნდთან საკუთარ თანამშრომლებთან მაინც თუ აკეთებთ განმარტებებს კითხვა მაქვს და თუ გაქვთ ის განცდა რომ ეს არის გაცილებით უკეთესი მასზე რაც იყო და თუ ეს განცდა გაქვთ ეს შეკითხვა ისე მინდა რომ გაიმეორო აკეთებთ თქვენ შესატყვის მოძრაობებს თვითონაც თქვენ თავში ჩაიხედეთ აკეთებთ შესატყვის განმარტებებს და კიდევ შეგახსენებ საფრანგეთში ბურჟუაზიული რევოლუცია ვისაც ქონება ქონდა მან მოახდინა ვაჭრებმა მოახდინეს ბიზნესმენებმა მოახდინეს მათ ვერ აიტანეს ეს პროცესი ამ ხრივ ხარ თქვენ ესეთი აქტიურები თუ მაინც ისევ შემყურის როლში ხართ რომ აი ვიღაცამ რაღაც უნდა გააკეთოს აი თვითონმა დაუსვით ეს კითხვა თქვენ თავს მე მაინც თავისუფლებას მიცემ და რამდენიმე ხაზს გავავლებ თქვათ სად ვიყავით რა იყო და როგორ იყო თქვათ ის რომ ბიზნესმენები რა დღეში იყავით ჩემზე კარგად მოგეხსენებათ კიდევ ერთხელ გავუსვავ ხაზს რომ ყველანი ვცდილობდით და ვახერხებდით ეს სირცხვილი არ იყო რომ რაღაც ხაზი ქონებოდა ვიღაცასთან რომ რამე არ მოგსვლოდა დღეს ასეთი ხაზები მოიძებნება მხოლოდ იმისთვის რომ მთავრობა ვაიძულოთ რომ თქვენ ლობირება გაგიწიონ სწორი მიმართულებით განვითარებაში და მე ვფიქრობ რომ ამ ხრივ კვირიგაშვილი და მთელი მთავრობა მოწოდებულია და მე არ ამგონია რომ ვინმეს რამე პრეტენზია გაგაჩნიათ სწორედ ისეთია დღეს მთავრობა როგორც სჭირდება ბიზნესს და ბიზნესიც არ იფიქროთ რომ მე აქ მოვედი თქვენ საკრიტიკოთ ბიზნესის თავის სიტყვას ამბობს და ნახეთ იმ ფონზე რაც ხდება რეგიონში რამდენად წარმატებულია საქართველოს ეკონომიკა გვინდა თუ არ გვინდა ამას ვერავულით გვერდს შიდა შეფასებებით მე თავს არ შეგაწყენთ შიგნით რაც მოხდა რა იყო და როგორ იყო გარე რეიტინგებიც კარგად გაქვს თქვენ გაცნობიერებული და წაკითხული და ჩემზე კარგად იცით მარტო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი მე-5 ადგილზე უპრეცედენტო ადგილი აქვს საქართველოს კიდევ შეგახსენებთ რამდენიმეს რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თავისუფალი კონკურენტუნარიანი გარემო რომ იყოს რაც ჩემი მოსვლით და იმ სტანდარტებით რასაც ვიმეორებ მე განუხრელად დაწესდა და დღესაც ხელშეუხებელია რომ კონკურენტუნარიანი უნდა იყოს ბიზნესი და არ უნდა ყავდეს ფავორიტები ხელისუფლებას ყველა ბიზნესმენი უნდა იყოს ფავორიტი ხელისუფლებისთვის თანაბრად და ყველაზე უნდა ქონდეს განცდა იმის რომ მაქსიმალურად დაეხმაროს ამ ხრივ მე ვფიქრობ რომ ეს ძირითადი არის შესრულებული და განიხილავად იწვება საქართველოში სამართალდამცავი სტრუქტურები გასაგებია რომ დასახვეწია მაგრამ ისე მომართულია თქვენ სამსახურში იყოს და ამ ხრივ ერთ შეგახსენებთ მე ქვეყნის თავისუფლების ინდექსი თავისუფლება ამ შემთხვევაში იგულისხმება ორგანიზებული დანაშაულისაგან თავისუფალი ქვეყნები საქართველო იყო ყველაზე მაფიოზური ქვეყნების რიცხვში და ეს არ იყო შემთხვევით ის ელიტარული კორუფცია ერთო საკუთრებაზე როგორი დამოკიდებულება ქონდათ რომ ამის საკუთრად მიაშთა თქვენი საკუთრება ვიღაც ადამიანებს ერთ ჯგუფს და ვისთანაც ვერ მოახერხეს და გადარჩით ვერ გადარჩებოდი დღემდე ეს 4 წელიწადი ნამდვილად მე არ ვიცი ვინ დარჩებოდა კიდევ თქვენგან და მათ შიდა გაყოფებზე იქნებოდა ახლა დიდი ომი და შიდა ომები ექნებოდათ უკვე ვინ გადარჩებოდით თქვენგან ეს ხო კარგად ვიცით მაფიოზური სახელმწიფოების რიგში შევდიოდით დღეს საქართველო
ორგანიზებული დანაშაულებების ინდექსია, რაღაცა მის გავსი შეიძლება ვერ ვამბობ სრულყოფილად, მაგრამ გასაგებია მე მგონი რასაც გულისხმობ. სოფლიოში მე-17 ადგილზეა თავისუფალი ქვეყნების რიცხვში, სადაც არ არის ორგანიზებული დანაშაული. მაფიოზური ქვეყანა არა ვართ. მე-9 ადგილზე ვართ ევროპაში. ევროკავშირის ამდენ ქვეყანას უსწრებთ. და ეს არის საფუძველი იმისა, რომ ბიზნესი განვითარდეს და განვითარდეს ბუნებრივად. უამრავი ნიჭიერი ადამიანია საქართველოში და თქვენ წარმოადგენთ ძირითად მასას. და მე ვფიქრობ, რომ ახერხებთ და ამ ხრივ მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რა თქმა უნდა, არის ფიქრობთ, რომ მართლა მოვედი რა საკრიტიკო და კითხვები დაგისვათ ხოლოდ. მე არ საუბრობ ინვესტიციებზე, აქაც თქვენია ლომისვლილი და ამ ხრივაც თქვენ ძალიან კარგად იცით ციფრები. მაგრამ კიდევ ერთს მოვიტანდი, ერთ შეფასებას შეგახსენებდით საერთაშორისო ისევ სოფლიო ბანკისგან დაფინანსებული მაკროეკონომიკური გარემო საქართველოში. 127 ადგილზე ვიყავით 2012 წელს. დღეს უსწრებთ ევროპის ისეთ ქვეყნებს, მეც კი მერიდება, ამერიკასაც კი უსწრებთ. ამერიკის შეერთებულ შტატებს უსწრებს საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოთ. დღეს უსწრებს საფრანგეთს, ბელგიას, ირლანდიას და ვიყავით 127 ადგილზე ხალხო. ხო ეს ხო ჩემი მოგონილი არ არის, ჩემი ნათქვამი არაა და თქვენ კარგად ეს ყველაფერი მოგეხსენებათ. მე მაინც უბრუნდები ძირითად კითხვას. თქვენ დაუსვით თვითონმა თქვენ თავს. 2 კვირა დარჩა არჩევნებამდე. ახერხებთ თქვენ დააფასებთ თქვენ ისევ სიტუაციას, როგორც მე ეს წარმომიდგენია და შესაბამისად აკეთებთ ამის მსგავს, თქვათ, როგორ გითხრათ, ქმედებებს, რომ საკუთარ თანამშრომლებს, საკუთარ მეზობლებს, ახლობლებს მაინც აუხსნათ და მოუწოდოთ. თუ ნახავთ, დღეს რა ხდება პოლიტიკაში, დაჟინებით ეძებენ და ეძებენ მესამე ძალას. და ძირითადად შუაშისტები, რასაც ქვია და ჩემი აზრით ყველაზე მავნებლები არიან ძალიან ხშირად. ყველაზე არ მინდა რომ ვთქვა, ძალიან ხშირად. ესეთ პარალელებს ავლებენ. არ ვარგო და სააკაშვილის მთავრობა, არ ვარგა არც კვირიკაშვილის მთავრობა. არც ის ვარგო და არც ის ვარგო და ვიღაც მესამე უნდა ვნახოთ. აი ესეთ მარტივ პარალელებს ავლებენ. აი ისეთი ვთქვათ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები იმასაც ამბობენ. აი სააკაშვილი იყო ივანიშვილიც. ისიც არ წავიდა, ესეც არ წავიდა და რაღაც ასეთ აბსურდულ განცხადებებს აკეთებენ. და ძალიან დიდ მასას საზოგადოების უჭირს ანალიზი, უჭირს ბევრი მიზეზით. ბევრი მიზეზით, ობიექტური მიზეზით, თქვათ, გახლავთ ის, რომ ჩვენ დიდი ხანია ჩვენი ქვეყანა არ გვიმართავს. შესაბამისად საზოგადოებას არ აქვს პოლიტიკური განათლება და ისე პოლიტიკოსებსაც აკლიათ ეს და გვაკლია ყველას 25-30 წელიწადი არაფერი არ არის დიდი პრაქტიკა იმისათვის რომ ქვეყნის მართვა ვისწავლოთ და სწორი სტრატეგია გამომიმუშაოთ. საზოგადოების დიდ ნაწილს უჭირს ისევე როგორც უჭირდა, თუმცა აშკარა პერსპექტივა გაჩნდა და ამას ხედავთ ყველაზე კარგად თქვენ. და თქვენ უნდა, ჩემი აზრით, მაქსიმალური გააკეთოთ იმისათვის, თუ მართლაც მოგწონს ეს სიტუაცია, რომ ეს შევინარჩუნოთ და ამ მიმართულებით განვითარდეთ. აი ეს კითხვა, კიდევ უბრუნდები კითხვას, რამდენად თქვენ თავს დაუსვამთ, თქვენ აკეთებთ, უფრო მეც, რამე თუ თქვენ მეტი მოგეთხოვებათ. თქვენ მეტი იცით, უკეთ ხედავთ, სწორ ანალიზს აკეთებთ, ქონებრივათაც მეტად ხართ დაკმაყოფილებულნი და მეტი ზრუნვას გმართებთ ამის შესანარჩუნებლად, თუ ჩვენ მასებისგან პრაქტიკულად არ განსხვავდებით და ჩვენ ისევე ისტორიული მახსოვრობის იმედზე ვართ. ისტორიულ მახსოვრობას მე ძალიან ხშირად ვიყენებ, რომ ჩვენ ვართ ბებერი, ძველი ნაცია ვართ და ჩვენს სისხლში და გენეტიკაში უკვე გამჯდარი ის ისტორიული მახსოვრობა, რაც ჩვენი ყოფით გამომიმუშავეთ, რომ ასეთ რთულ რეგიონში, ევროპისა და აზიის გზაღასაყარზე ამ პატარა სახელმწიფომ მოახერხა და ეს საუკეთესო ადგილი შეინარჩუნა და დაგვიტოვეს ჩვენმა წინაპრებმა და ჩვენც ვაკეთებთ იმას, რომ ჩვენ შვილებს ეს გადაულოცოთ უფრო გაძლიერებული და გამყარებული. აი დაახლოებით ასეთი მომართვით ვაპირებდი მე თქვენთან დღეს გამოსვლას. მე იმედი მაქვს, რომ თქვენს გამოსვლებში, თქვათ, თუ არ მოგეწონათ ჩემი პათოსი დღეს გამაკრიტიკებთ კიდეც, თქვათ, თუ ამ კითხვას არა გონივრულად ვსვავ, თუ გონივრულად ვსვავ, თქვენ პასუხებიც გექნებათ და საფუძველიც გექნებათ იმისა, რომ გაამყაროთ ჩემი დამოკიდებულება, რომ მართლაც ძალიან დიდი გარდაქმნა მოხდა საქართველოში კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ის რაც მოხდა 4 წლის განმავლობაში, სად იყო ქვეყანა და სად ვარ დღეს, რომ დიქტატურა, გაუფორმებელი დიქტატურის შემხედვარენი ვიყავით ჩვენ და დღეს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მხრივ და მისი დონის მხრივ კონკურენციაში ვართ ევროკავშირის ქვეყნებთან და ძალიან ხშირად ძალიან ბევრ მაჩვენებელში ბევრ ძალიან მაგარ ქვეყანასაც ჯობნი ვართ ამ მხრივ. ესე იგი დემოკრატიული ღირებულებები, რაც ადამიანის
უფლებებზეა დაფუძნებული საქართველოში კვეთრად შეიცვალა, მაგრამ კვეთრად ვერ შეიცვალა ეკონომიკა. 4 წლის განმავლობაში თქვენ ყველაზე კარგად მოგეხსენებათ ეს, კვეთრად ვერ შეიცვლებოდა. კვეთრად შეიცვალა დამოკიდებულება. კვეთრად შეიცვალა მიმართულება. კვეთრად გაჩნდა იმედი, რასაც თქვენ ყველაზე კარგად ხედავთ, რომ ქვეყანა თუ ესე გააგრძელებს, გაჩნდა ძალიან დიდი შანსი. რომ ილია სიტყვები აწმო მომავალზე, სულ მომავალზე არ ვისაუბროთ. ჩვენ შეგვიძლია აწმოთი ვიამაყოთ უახლოეს 10-15 წელიწადში თუ მოვახერხებთ და ესე თანმიმდევრულად განვითარდებით. და ყველაზე კარგად ისე ვიმეორებ. ამის დანახვა შეგიძლიათ თქვენ. და რიტორიკული კითხვა ისევ გავიმეორე, რომ რამდენად თქვენს ხედვებს ახერხებთ და საზოგადოებას აცნობთ და რამდენად ვაცნობიერებთ, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა თანმიმდევრულები დავჭეთ. ჩვენ აღარ მოვძებნოთ რაღაც გაუგებარი ძალა. რა თქმა უნდა ხელისუფლებას მოვთხოვოთ, რა თქმა უნდა ხელისუფლება უნდა ვაკრიტიკოთ, რა თქმა უნდა სულ დასაფრებული ვიყოთ, რომ არაფერი შეეშალოს, ეს არ იფიქროს ვინმე ისეთი პოზიცია მაქვს, რომ ეს არის და ახლა მოვეფეროთ ამას და ხელი არ შეუშალოთ. არა, კრიტიკულნი ვიყოთ, მაგრამ შეფასებებში ვიყოთ ობიექტურები და საზოგადოებას დავეხმაროთ, რომ სწორი ორიენტაცია გააკეთოს. დიდი მადლობა.